დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის მიზნად განსაზღვრულია 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, დღეს პირველი სხდომა გამართა. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო. კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. კომისიაში ქართული ოცნებიდან 5, ხალხის ძალადან 2, ევროპელი სოციალისტებიდან კი 1 დეპუტატი იმუშავებს. სულ წევრთა შემადგენლობა 10-ით არის განსაზღვრული. კომისიაში 2 ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებისთვის. არსებული ინფორმაციით საგამოძიებო კომისია 6 თვე იმუშავებს. ეს იქნება ხანგრძლივი და მძიმე შეხვედრა. სამწუხაროა ის ტენდენცია, რომ მთავარი პირობების წამომყენებელი იქნება ტრამპი და პუტინი და უკრაინესა და მის პრეზიდენტს მათთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. ასე აფასებს სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესებს ისტორიკოსი შალვა თავაძე. მისი თქმით, აშკარად იკვეთება ამერიკის ეკონომიკური ინტერესები. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტის ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სულ მალე უნდა მოხდეს საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე შეხვედრა ალბათ მასა და პუტინს შორის. აქ ერთი სამწუხარო ტენდენცია არის, რომ უკრაინის საკითხს და ეს ჩანს უკვე, რომ უკრაინის საკითხი წდება უკრაინელების გარეშე. რომ აქ თავარი მოთამაშეები იქნებიან. ანუ გარკვეულ პირობებს წამოაყენებს ორი მხარე, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი და უკრაინის პრეზიდენტს კი მოუწევს ანგარიში გაუწიოს ორივეს პოზიციებს. ახლა რაც შეეხება ბოლო დროის განცხადებებს, რომელიც უფრო ეკონომიკური შინაარსის მატარებელია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, აქ ერთი რამ აშკარაა და ჩემთვის მაგალითად მოულოდნელობას სულადაც არ წარმოადგენდა, რომ ამერიკას ეკონომიკური ინტერესი ექნებოდა უკრაინაში. ჯერ თავისთავად შინაარსია ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრების წესი მაქვს მხედველობაში, მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო ბიზნესის სამყაროა, ვიდრე ჩვეულებრივი სახელმწიფო. ბიზნესის მენტალობაზე არის აგებული პოლიტიკური ცხოვრება ამერიკაში. შეიძლება ამაში ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ თუ ჩვენ თვალს გადავავლეთ მცირე ომის ეპოქიდან ამერიკის შეერთებული საგარეო პოლიტიკურ კურსს, მის მისწრაფებას ჰქონდეს გავლენა მსოფლიოში, აქ აშკარად არის ყოველთვის მისი ბრძოლა გავლენის სფეროებისათვის, ეს არის ნედლეული წყარო იქნება თუ გასაღების ბაზარი იქნება. ხო, ამით განსხვავდება ეკონომიკური ინტერესით განსხვავდება ამერიკული იმპერიალიზმი რუსული იმპერიალიზმისაგან, რომელიც უფრო მახინჯი ფორმა არის იმპერიალიზმისა, იმიტომ რომ რუსეთისათვის მთავარი არის იბატონოს სივრცეზე, ეს არის წმინდა მონღოლური მენტალიტეტი და აქ სასიკეთო საერთოდ არაფერი არ ჩანს. ცოტა შელამაზებული არის ამერიკული იმპერიალიზმი და აქაც კარგად ჩანს. ბიზნესი არაფერს არ დათმობს თუ არ მიიღო. ამის სიტყვებშიც ეს იკვეთება, კი ბატონო, დავეხმარებით უკრაინას, ოღონ გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს ხედავს ამაში და უნდა მიიღოს კიდევაც ეს ეკონომიკური სარგებელი. სხვანაირად არ იმართება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური პოლიტიკა. ნუ ჩემს სამწუხაროდ ჩემი შეხედულება ყოველ შემთხვევაში ეს არის. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სავარაუდოდ საუდის არაბეთში შეხვდება. BBC-ს ინფორმაციით ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ტრამპმა არ დააკონკრეტა, როდის შეხვდება პუტინს, მაგრამ აღნიშნა, რომ შეხვედრა არც ისე შორეულ მომავალში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი კატასტროფაა, თქვა მან. მისი მტკიცებით დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინს სურს მშვიდობა და ომის დასრულება. ამავე პრესკონფერენციაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა და ამას ვეთანხმები.
მე მქონდა ხანგრძლივი და კარგი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ასევე კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ფიქრობ, რომ მშვიდობის გზაზე ვართ. მშვიდობა უნდა პუტინსაც და ზელენსკისაც. მშვიდობა მსურს მეც. ფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა უკრაინამ ტერიტორიები სრულად დაებრუნოს. ალბათ დაბრუნდება ამ ტერიტორიების ნაწილი. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, დღეს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეტმა თქვა, რომ ეს ნაკლებად რეალისტურია და ამ მოსაზრებას ვეთანხმები. თან დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ამერიკას და მითხრეს, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი ამ პროექტის და არც სიხარულის დრომები წამომივიდა და ეგრევე ჩემთან გავიქეც და ვახარე, რომ გავიმარჯვა და შემდეგ წელს ამერიკაში გავატარებდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი შრომას ვდებთ, ყველა ფინალისტი და იმიტომ რომ ფლექსის ტურები არის ძალიან კომპლექსური. და გვიწევს, რომ ნამდვილად ვიმსახურებდეთ და ნამდვილად ვიყავთ მომავალ ლიდერები, რომ გავხდეთ ამ პროგრამის გამარჯვებული. ამიტომაც დაუწყარი წამები იყო, ეგ რამდენიმე წამიანი ზარმა გააბედნიერა მთელი ჩემი დღე და შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ პროგრამაში წარმატების მისაღწევად საჭირო აპლიკაციას ჰქონდეს ლიდერული უნარჩვევები. ასევე კომუნიკაციის კარგი, ასე ვთქვათ, კარგად უნდა გამოდიოდეს კომუნიკაცია, რადგან ამერიკაში წასვლის შემდეგ ჩვენ გვიწევს საერთოდ უცხო კულტურაში ცხოვრება მასპინძელ ოჯახთან ერთად და ამერიკულ სკოლაში სწავლა. და ეს თავისი უნარები უნდა გამოიყენოს და რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის უცხო გარემოში. და სწორედ ეს უნარები არის საჭირო, რომ შეგამჩნიონ და მოგცენ შანსი, რომ შენ გახდე გამარჯვებული. ასევე არის საკმაოდ კომპლექსური ეტაპები გასავლელი, როგორც უკვე ვახსენე. და ყოველ ეტაპზე უნდა დაანახო და აჩვენო, რომ შენ ნამდვილად ღირსეული აპლიკანტი ხარ და იმსახურებ გამარჯვებას. მე ძალიან დიდი გამოცდილება მქონდა წარსულში. მაგალითად მოხალისეობა დაიწყო ზესტაფონის ახალგაზრდულ საბჭოში, შემდეგ უკვე ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარედ გავხდი. პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი, შემდეგ გავერთიანდი სხვადასხვა ორგანიზაციებში, ვიყავი ნამყოფი ბანაკში, ასევე ერასმუს გაცვლით პროგრამის გამარჯვებულიც ვარ და ამზაფხულს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე უცხოეთში, შევიძინე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები და მართლაც უმაგრესი თავგადასავლებით დაბრუნდი სამშობლოში. და ეს გამოცდილებაც რა თქმა უნდა გამომადგა, იმიტომ რომ უკვე მიჩვეულო იყო უცხო კულტურების გაცნობას, უცხოებთან კონტაქტს და ძალიან ტკბილად მახსენდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღემდე ჩემი მეგობრები არიან და დღემდე ხარს მიჭერენ. ასე რა თქმა უნდა, ცოდნა განათლებაც მნიშვნელოვანი მივიღე. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროცესში ხარდაჭერა, რომ გრძნობდე ხარდაჭერას, იმიტომ რომ იყო ხოლმე პერიოდები, როდესაც არ ვგრძნობდი მოტივირებულად და თავდაჯერებულად თავს, მაგრამ გარშემო მყავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ ისევ წმენა მიპოვა ჩემ თავში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, როდესაც მაგალითად ჩემი სკოლის მასწავლებლებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო, რადგან ყოველთვის თუნდაც საბუთების მოგვარების პროცესში ძალიან გვერდით მედგნენ და მეხმარებოდნენ. ასევე ჩემი მეგობრები და მშობლები, რომლებიც ხარს მიჭერდნენ ემოციურად. ჩემი მთავარი რჩევა მომავალი აპლიკანტებისთვის იქნება ის, რომ რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იშრომოთ ამ შედეგის მისაღწევად, მაგრამ ასევე თუ უარყოფითი პასუხი მოგივიდეთ, ეს ამის არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ პირველივე ცდაზე. პროექტში მონაწილეობა, ამ პროგრამაში მონაწილეობა კრიტერიუმების მიხედვით არის, მაგრამ ძირითადად სამი შესაძლებლობა აქვთ ხოლმე მონაწილეებს და თუ პირველივე ცდაზე დადებითი პასუხი ვერ მიიღეს, მე ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ ამით, კიდევ გააგრძელონ, უფრო განვითარდნენ, უფრო ბევრი გამოცდილება მიიღონ და შემდეგ კიდევ ხელთავიდან ცადონ. რადგან, როგორც ვახსენე უკვე, საკმაოდ წარმატების გზა საერთოდ საკმაოდ ისეთ დატვირთული არის გამოწვევებით და არ უნდა შეუშინեն ამ გამოწვევებს და როდესაც გადალახავენ ამ ყველაფერს, მე უკვე თვითონაც იგრძნობენ ძალიან დიდ მოტივაციას და უფრო გააძლიერებს ყოველი სირთულე მათ. ამიტომაც თუ ფიქრობთ, რომ მზად ხართ ერთი წელი ამერიკაში გაატაროთ, ფლექს პროგრამა არის საუკეთესო შესაძლებლობა თქვენთვის. და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა და გამოცადეთ თქვენი თავი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი თავი ყოველ ეტაპზე.